მოგესალმებით, ჩვენ ვრუნდებით ამოცანების განხილვით 6-18-დან. ახლა ნახაზი კარგია, კომფორტულიც უნდა იყოს და პრინციპში შეგვიძლია გამოვიყენოთ ახლა რო არ გადმოვხაზოთ და ეს ეკრანზე. დავაკვირდეთ უბრალოდ რა არის მოცემული. ABCD მართკუთხედში, კი ბატონო, ABCD მართკუთხედია, ჩახაზულია E, F, G, H მართკუთხედი. კი ბატონო, ესეც მართკუთხედია, შიგნით არის ჩახაზული. მოდი და ცოტა გავზარდოთ პრინციპში. უფრო კარგად გამოჩნდება. მოდი. და ჩვენ ვიცით, რომ D-ში არის ერთი სტოლი. D-ში ეს არის ერთი სტოლი, ვიცით A-ში არის ორი სტოლი, მოდი წითელი კალამი შემოვიტანოთ, უკეთესად გამოჩნდება. ეს არის ერთი სტოლი, ეს არის ორი სტოლი A-ში და D-ში, აგერ არის, ეს არის 4 სტოლი. კი ბატონო. ახლა რა გვჭირდება? ჩვენ უნდა ვიპოვოთ AB მონაკვეთის სიგრძე, არ დაგვაქვს რომ AB მონაკვეთის სიგრძეს ითხოვე. კარგი. ეს კლად დავწეროთ. უბრალოდ ცხადი აქ უნდა დავაკვირდეთ, სადმე ტოლის სამკუთხედები ხო არ არის, ან მსგავსი, ძირითადად ამაზე გადაწყდება ახლა ამოცანა. მომნიშნოთ მართი კუთხეები, აი სადაც ამდენი მართი კუთხეა, ძალიან რთული ახლა მსგავს სამკუთხედს არ წავაწყოთ და შეიძლება ტოლსაც. ახლა ჩვენ ვიცით თან ეს გვერდი ამის ტოლია, ხო, აი აქ ეს გვერდი ამის ტოლია. ახლა მოდი შესაბამის კუთხეებს დავაკვირდეთ. ნახეთ? აი ეს ხო არის რაღაც კუთხე, აი ეგ არის რაღაც კუთხე. ეს არის ორხაზიანი კუთხე, ხო, აი აქ. ორხაზიანი კუთხე. შესაბამისად, ახლა აი ეს თუ არის, თქვათ, ალფა. ეს ხო იქნებოდა 90 მინუს ალფა. მაშინ ეს არ იქნებოდა ისევ ალფა, ეს კუთხე. იმიტომ რომ ჯამში ამ კუთხეებმა ხო უნდა მოუწენ 180 გრადუსი. და თუ აი ეს კუთხე აი აქ არის რაღაც 90 მინუს ალფა. იმიტომ რომ ალფა ეს თუ იყო, ეს 90 მინუს ალფა იქნება ამ AS ამ კუთხედიდან. ცხადია, მთლიანად 180 გრადუსი რომ მივიღოთ, ეს 90-ია, 180 გამოვაკლებდი 90 მინუს ალფას, გამოვაკლებდი ამ 90-ს, ანუ დარჩებოდა ალფა. ანუ ხო გამოგვივიდა ახლა ჩვენ რომ ასე ეს ერთხაზიანი, ეს ორხაზიანია. ეს ერთხაზიანი, ეს ორხაზიანი არ იქნება ანალოგიურად ეს თუ ალფა, ეს 90 მინუს ალფა იქნება. ანუ ეს პატარა სამკუთხედები, სამკუთხედი HAE გამოვიდა მსგავსი სამკუთხედი, ნახეთ, ერთხაზიანი შესაბამის უნდა იყოს ერთხაზიანი აქ. B, F-ის. ანალოგიურად ქვემოთაც დააკვირდით ეს თუ ერთხაზიანი, ეს 90 გრადუსია. ცხადია, ეს ორხაზიანი იქნება, ანუ ამათი ჯამი 90 იქნება, ხო, ერთხაზიანის და ორხაზიანის და აქაც აი ესეც ერთხაზიანია. ანუ ანალოგიურად სამკუთხედი HAE მსგავსია სამკუთხედი ჟეთი, რადგან A-ში არის ერთხაზიანი, აი აქ ჟეთი უნდა დავიწყოთ მსგავსების ჩაწერა ჟ-დ-H-ის. ჩვენ გთხოვენ ახლა AB გვერდს, ხო? AB გვერდს, აი მოდი ამას რომ დავაწეროთ x-ი, აი ამას აქ რომ დავაწეროთ AS x-ი. მაშინ ეს მსგავსება როგორ რეალიზდება, როგორ გამოვლინდება ჩვენ შემთხვევაში. აქ იქნება, ესე იგი, ერთხაზიანის მოპირდაპირე, აი HAS სამკუთხედიდან x-ი შეფარდებული ქვედა სამკუთხედიდან, აი ამ ЖДХ სამკუთხედიდან ერთხაზიანის მოპირდაპირე, ერთკალიანის მოპირდაპირე არ გამოდის ერთი სტოლი გვერდი. ერთი, მერე
აშ ეს სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე გვერდი, ანუ 2 შეფარდებული, ხედა სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირესთან, ანუ 4. ასეთი ამბავი არ იქნებოდა და აქედან აში გამოდის 1/2-ის ტოლი. ახლა დააკვირდით ასეთ სიტუაციას. აი ნახეთ, აი ეს სამკუთხედი და ეს სამკუთხედი ერთმანეთის ტოლი არ არის. რატომ? კუთხეები ტოლი აქვს, ერთკალიანი, ერთკალიანი, ორკალიანი, ორკალიანი, მართია თან. ყველა კუთხე ტოლი აქვს და თან ჰიპოტენუზა ტოლი აქვს. ანუ ორი კუთხით და მათ შორის მდებარე გვერდით, მათი საერთო გვერდით სამკუთხედები ტოლია და შესაბამისად D, J თუ იყო 4, აქაც ეს ები გამოდის 4. ანუ რა გამოვიდა AB გვერდი? AB გვერდი გამოვიდა 1/2-ს დამატებული 4, ანუ 4/1. და როგორი იყო? მგონია რომ კარგი ამბავი გამოვიდა, მსგავსებაც გამოვიყენეთ, ტოლობაც გამოვიყენეთ. ახლა აქ რაღაც დინებას წავყევით, ნახეთ ამოცანა რას გვთავაზობდა და ბოლომდე გამოვიყენეთ. ახლა ეგ რა სიტუაციაა? ეგ რა სიტუაციაა, როგორც მანამდე გითხარით, ესე ჩვენი წინა ლექციის შესავალში ჩვენ წინა გაკვეთილის შესავალში მოქონდა მოკლე აღწერა A კატეგორიის ამოცანებისთვის რა თეორია დაგჭირდებოდა და იქ ავხნიშნეთ, რომ პარალელოგრამის სიმაღლეების შეფარდება, აი მაგალითად ამას თუ დავარქვევთ A გვერდს, ამას B გვერდს, ეს იქნება HA, ეს იქნება HB და სამკუთხედის მსგავსად სიმაღლეების შეფარდება გვერდების უკუპროპორციული. ანუ აქ A გვერდი კი არ შეფარდება B-ს, არამედ B გვერდი შეფარდება A-ს. ახლა ამის ჩვენება ამ შემთხვევაში საკმაოდ მარტივია. დააკვირდით, ეს ხო რაღაცა კუთხეა, მახვილი და პარალელოგრამში მოპირდაპირე კუთხეები ხო ერთმანეთის ტოლია. და ცხადია, ახლა მართი კუთხეც ტოლი აქვს, ხო? ანუ სამკუთხედის მესამე კუთხეც ტოლი იქნება ერთმანეთის. შესაბამისად, სამივე კუთხის ტოლობით სამკუთხედები მსგავსია. თუ მსგავსია, შესაბამისი გვერდების შეფარდება ერთმანეთის ტოლი იქნება და დააკვირდით, ახლა ეს ხო B გვერდია, ეს ხო A გვერდია და ანუ აი ამ სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე B ისე შეეფარდება აი ამ სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე A-ს, როგორც ერთხაზიანის მოპირდაპირე აი ამ სამკუთხედში, ანუ ერთკალიანის მოპირდაპირე HA შეეფარდება აი ამ სამკუთხედში ერთკალიანის მოპირდაპირე რა იყო HB სიმაღლე არ იყო HB-ს. აი მივიღეთ რაც გითხარით, ეს დავამტკიცეთ კიდეც, რომ სიმაღლეები გვერდების უკუპროპორციულია. ახლა დავაკვირდეთ ასეთ რაღაცას. სიმაღლეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2-3. ნუ პირობითად ვთქვათ, ეს არის 2x, ეს არის 3x. ცხადია, გვერდები იქნება უკუპროპორციული. ანუ ეს გვერდი იქნება პირიქით 3 ნაწილი, ხოლო აი ეს გვერდი იქნება 2 ნაწილი. აი ამისთვისაა ეგ მოცემული, ხო? მივხვდით ალბათ რა, სიმაღლეების შეფარდების პირიქით უკუპროპორციულია გვერდები, ანუ აქ რაღაცა კარო დამეწერა და აქ D, ანუ BK შეფარდებული BD-სთან იქნებოდა პირიქით BK რაზეც ეშვება, ის კი არა, აქ უნდა ყოფილიყო CD, რაზეც არ ეშვება BK, ანუ მეორე გვერდი შეფარდებული AD-სთან და ეს თუ იყო 2 ნაწილი და ეს 3, აქ CD იქნებოდა 2 ნაწილი და AD3 და მიტო შემოვიტანე 2y აღნიშნათ CD-ს მაგივრად და 3y AD-ს მაგივრად. ახლა რადგან პერიმეტრი 80-ის ტოლია, ანუ პერიმეტრი როგორც ჩაიწერება ორჯერ, ერთი გვერდი 3y თუ მაქვს აღნიშნული და მეორე 2y-ით, აი მათი ჯერ. ეს გაუტოლდებოდა 80, შესაბამისად ეს არის 10y უდრის 80 და y უდრის 800 და გვერდები იქნებოდა 24 და 16. მგონია იულად დავძლიეთ, ხო? ეს იქნებოდა 24, ეს იქნებოდა 16 და სწორედ ამას ითხოვდა. მოდი ნახოთ ახლა რა გჭირდება, რა ხდება მეოცეში. ეს საერთოდ საინტერესო სიტუაცია, რომბი იქნება, პარალელოგრამი იქნება, თუ რა იქნება, ყოველთვის, როდესაც
ასია გვერდები გავლებული, რაღაც ანუ პარალელური გვერდების იქნება სამკუთხედები, აი ამ პარალელური გვერდით და ამ პარალელური გვერდით, ხო? რაღაცა ორი პარალელური გვერდი გვაქვს და რაღაცნაირად გადავკვეთეთ ასე და მივიღეთ ერთი სამკუთხედი მეორე. ეს არის რა თქმა უნდა მსგავსი, ხო? აპრიორში. ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია, ეს კუთხე შიგაჯვარდნობის მიხედვით ხო ამ კუთხის ტოლია. შესაბამისად, მეგობრებო, სამკუთხედები უკვე მსგავსია, იმიტომ რომ ორი კუთხე ტოლია, მესამე კუთხეც ხო ტოლი იქნება. შეგიძლიათ ახლა გვერდების შესაბამისობას დაწეროთ, აი ნახეთ აქ ემენი ვიცოდით იყო 14, აი ეს 14, აი აქ ემენი. ბენს ითხოვე, აი მთლიანად ბენს ითხოვე ახლა და აი ბენს თუ ჩვენ ავღნიშნავთ x-ით, მაშინ bm-ი ხო იქნება x-14, არა აი ეს გვერდი. აი ახლა ჩვენ კიდევ რა ვიცით? n-იო არის ades 7/9-იო. აი მე თუ ades, ანუ ade ეს გვერდია ხო? აი დავაწერ რაღაცა 100. ანუ bc იგივე ხო? bc და ade ხო ერთმანეთის ტოლია. n-ი ხო გამოვა 7/9-ა. ხო, ეს n იქნება 7/9-ია. და აი ხო უკვე ცხადია, რისკენ გვიბიძგებდა ამოცანა რა უნდოდა მას, უნდოდა რომ აი ამ სამკუთხედის მსგავსება დავეწერა ქვედა სამკუთხედის, მის ვერტიკალურად მოვლის სამკუთხედის სამკუთხედთან. ეს ამ სამკუთხედის მსგავსება მეხილა. თავრობდე ხედებას, აი ასე. ეგ და აი ქვედა აი ამ სამკუთხედის მსგავსება. და რას უდრის ეს მსგავსება? როგორ გამოიხატება ეს მსგავსება შესაბამისი გვერდების შეფარდებით? ხო, კუთხეები ტოლი იყო. რა გამოვიდა ახლა შესაბამისი გვერდები? ერთრკალიანის მოპირდაპირე არ მჭირდება და ნახეთ აი ზედა სამკუთხედში ორრკალიანის მოპირდაპირე გვერდი x-14 ისე შეეფარდება ქვედა სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე გვერდს 14-ს, როგორც დიდ ზედა სამკუთხედში ორკალოს, აი აქ რკალი არ აქვს, ხო, მოპირდაპირე გვერდი a შეეფარდება ქვედა სამკუთხედში 7/9-ას, ხო, აქაც ორკალოს მოპირდაპირე გვერდი იყო 7/9. აები გვეცება ერთი დარჩებოდა ეს ამოტრიალდება, ანუ x-14 შეფარდებული 14-თან ეს ერთი გაყოფილი 7/9-ზე 9/7-ია. დინად გავამრავოთ ახლა აქედან 7x-7-14 უდრის 9/14-ს, 7x უდრის ეს ხო გადავიდო და აქეთ შეკრებით და იქნებოდა 14 გავიდო და ვჩვენებს რა 7+9 x-14. ახლა ეს ცოტა ანგარიში სიზამაცე გამოვავინე და არ გადავამრავლე. კანიკული შეცდომებისკენ მიდრეკილი ვარ და მირჩენო და ასე გამეკეთებინა. რომ გამოვიდა 32. ანუ რასაც გეკითხებოდნენ, ბენის სიგრძე გამოვიდა 32. ძალიან კაი სიტუაცია ეგ, იყავით ჩასაფრებული, მსგავსი მომენტები ხშირად მეორდება და საკმაოდ პრობლემურ ამოცანებს ქმნის, აი პრობლემები იქნება მე ამოცანებში, მსგავს საკითხს თუ არ დაუკვირდებით. რა ხდება ახლა 21-ში? ესე იგი აბეცდე რომში კ-წერტილი ძევს ფცე გვერდზე. მოდი დავხატოთ ახლა რომბი, როგორც წინა შემთხვევაში ქონდა ავტოს თავად დახატული. ასე. ამას უნდა ჩავთვალოთ, რომ რომბია A, B, C, D. A-წერტილი ძევს BC გვერდზე, ну აქ არის სადღაც K-წერტილი. კაი, ავიღოთ აგერა. K-წერტილი თუ მე ამ შუაში იქნა B-სკენ ახლოს უნდა ყოფილიყო, რატომაც არა წავშლი და დავწერ იქით. თქო, ჯერ ასე ავიღოთ. E-წერტილი BD დიაგონალისა და AK მონაკვეთის გადაკვეთის წერტილია. ანუ ჩვენ A უნდა შეგვერთებინა A-სთან, B უნდა შეგვერთებინა D-სთან და მათი გადაკვეთის წერტილისთვის უნდა დაგვერქვია E. ძალიან კარგი.
იპოვეთ რომბის გვერდი თუ ბკ არის 6, ახლა ეს 6-ია, AP არის AK-ს 2 მეცხრედი. AP 2 მეცხრედი, ხო? აი, AP. მოდი AK-ს დავარქვათ, მეგობრებო, რაღაცა X-ი. მაშინ AP თუ აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ AP არის 2 მეცხრედი AK, ხო, გამოდის აქედან, რომ AP მე უნდა აღვნიშნო 2 მეცხრედი X-ით, ხო? აი, ეს იქნებოდა 2, მოცა გამოვიყენოთ, აი ეს ვაფერი ასე 2 მეცხრედი X-ი. მაგრამ ახლა დააკვირდით, თუ AK მთლიანად X-ია და მე მის ერთ ნაწილს 2 მეცხრედი დავარქვი, მეორე ნაწილი ხო 7 მეცხრედი გამოვიდოდა და ასეთი რაღაცები უნდა ჩააწეროთ ნახასზე, კომფორტულია და კარგად გამოგადგებათ რა. თუ იყოს ასე. და რა გვინდაო? ალბათ ადეგურდი უნდა ვიპოვოთ, ხო? ან ეს თქო. იპოვეთ ხო, ნუ რომბის გვერდი, რა მნიშვნელობა აქვს რომელგვერდს იპოვიდა? რომბის გვერდით, ახლა აქ ხომ უნდა წავიკითხოთ სიტუაცია, მივხვდეთ რისკენ გვიბიძგებს ავტორი, აშკარად აქ არის მსგავსება, ეს სამკუთხედი, რომ აი ამ სამკუთხედის მსგავსია აქ და შესაბამისად, სად არის აბა მსგავსება ახლა, სად ჩანს? ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია, ეს კუთხეში გაჩვენებარია და აი ამ კუთხის ტოლია. მაშინ გამოვა რომ ესე იგი ზედა სამკუთხედის მსგავსებას თუ დავწერთ ქვედასთან. უხაზოს მოპირდაპირე 6-იანი ისე შეეფარდება ქვედა სამკუთხედში აი უხაზოს მოპირდაპირე ades როგორც აი ერთხაზიანის მოპირდაპირე ზედა სამკუთხედში, ანუ 2 მეცხრედი X-ი შეეფარდება ქვედა სამკუთხედში ერთხაზიანის მოპირდაპირეს. და გამოგვივიდოდა, რომ X-ები იკვეცება, 9-ები იკვეცება, ანუ გამოდის 6 შეეფარდება ades, როგორც 2 შვიდს. ну, ეს შეგვიძლია შევკვეცოთ და ამდე გამოვიდოდა 21 სტოლი. უბა, უნიალო კარგად ამოვხსენე. მსგავსებას ჩაუსართით, მსგავსებას უყურეთ, ეძებეთ მსგავსება. MN PQ ტრაპეციაში, MN და PQ ფერდების გაგრძელებები წერტილში იკვეთება. აჰა, კარგი. მოდი ვნახოთ. დავხუტოთ რაიმე ტრაპეცია. და მოდი გავაგრძელოთ მეგობრებო ტრაპეციის ფერდები. მოდი ხელით გავაგრძელებ ასე, გავაგრძელე. ესეც ასე გავაგრძელე და გადაიკვეთა ეგ რომელ წერტილშიო? კ-წერტილი ძევს, ბოდიში, სადავართ აქ ვართ, ხო? კ-წერტილში იკვეთება. ეს იკვეთება კ-წერტილში. ანუ MN, ანუ MN და PQ ფერდების, ანუ PQ და QP, ხო? ну გაგრძელებები ეს რომ გავაგრძელებ, ქვემოთ რომ გავაგრძელებინა ახლა ესენი არ გადაკვეთია, ხო? მიმართულება იქითკენ აქვს ზემოთ აღებული და დავაწერე K. ჩვენ ვიცით ახლა, ხო, KP უნდა გვეპოვა. აი ეს უნდა ვიპოვოთ KP. მოდი დავაწერე X. ასე. თუ PQ ფერდი 15 ტოლია. PQ, აჰა, ეს ტრაპეცია თავიდან ახლა ტრაპეცია იყო 180-იანი და ეს PQ ფერდი არის 15 ტოლი. ხოლო NP ფუძის სიგრძე 1/5-ჯერ ნაკლებია MQ ფუძის სიგრძეზე. ანუ NP 1/5-ჯერ ნაკლები თუ პირობითად ეს თუ იქნებოდა A, ესე იგი 1/5-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო B, ანუ 1/5 A გამოდიოდა დიდი ფუძე.
დავწეროთ მსგავსება, მეგობრებო, ახლა ხომ კარგად დააკვირდით რა არის მსგავსია. ახლა ბავშვებს ეშლებათ და რას წერენ, იცით? აი, უყურებენ რა ეს ზედა სამკუთხედი, მსგავსია დიდი სამკუთხედის და აი, არ ვიცი ახლა მინდა აი რეფლექსური შეცდომა უყურადღებთ რას შეფარდებული 1/500-თანო, ხო? გვერდი გვერდთან, ანუ ამ სამკუთხედის გვერდი რომ შეაფარდო დიდი სამკუთხედის შესაბამის გვერდთან. ეგ მოსულა სწორია, კარგი. აბა რა არის პრობლემა? მე უტოლებენ x-ი შეფარდებული 15-თან, ანუ x აფარდებენ აი ამას. აი, რა შუაშია ეს გვერდი ახლა? ჩვენ ხო უნდა ავიღავით და შესაბამის გვერდთან უნდა შევეფარდებოდი და დიდი სამკუთხედის შესაბამის გვერდი ეგ არის მთლიანად, ხო? ანუ x-ი 15-თან კი უნდა შეაფარდე. x + 15-თან უნდა შეაფარდე. აი ეგ უკვე სწორია. ისე შეეფარდება 1/500-ს, როგორც გვერდის შესაბამისი, გვერდ შესაბამისი. აი მიგვეცება და ესე იგი 15 + x-ი გადმოვიდოდა აქეთ გამრავლებით და 1/5x-ი აქეთ გადმოვიდოდა 1/5x-ი გამრავლებით. გამოდის რომ 0/5x-ი უდრის 15-ს, 0/5x იგივე 1/2-დია და x-ი გამოვიდა 30-ის ტოლი. რა სიტყვენ ახლა აქ? ხო, ну, პრინციპში რასაც სიტყვებდნენ ის აღნიშნული გქონდა. მგონი რომ კარგად გაიგებთ ამას, თუ რაიმე პრობლემა იქნა, გიჩევთ, ახლა გადაახვიოთ, დაუკვირდეთ, ნახოთ, იფიქროთ. ასე ცოტა დავაპატარავთ ეს. მოცეულია სიტუაცია, მონაკვეთი არის გავლებული, ну, მასზე მდებარეობს წერტილი და გთხოვენ რა უნდა ვიპოვოთ? თვითონ წერტილის კოორდინატები უნდა ვიპოვოთ. როგორ გავაკეთებდით ახლა აღნიშნულ ამოცანას? 23. ანუ დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემა. ასე ავიღოთ. ასე. გავლებული იყო წვეროდან. ასე, ხო? მონაკვეთი. წერტილის კოორდინატები ვიცოდით, 4x იყო, სადღაც იყო წერტილი და ვიცოდით რომ m-ი ორჯერ აღემატებოდა m-ას. ორჯერ მეტია m-ას. მე რა ახლა ხო არ უშავს იყოს ორჯერ მეტი თუნდა არჯერ მეტი ყოფილიყო, ჩემთვის თავარია იმ წერტილის კოორდინატები დავადგინო. მოდი ახლა პირობითად იმ წერტილის კოორდინატებს დავარქვათ x-ი და y-ი. რა ვქნათ ახლა როგორ ვიპოვოთ ეს კოორდინატები? თქვენ ახლა მე მიეჩვევით და დააგეგმილებთ რა ეგრევე. უკვე უნდა დაიწყოთ ამის მიჩვევა. ანუ ეგ იქნება 4, ეგ იქნება 6. აი, არა, ბაზი არა, რა უნდა ვქნა, მაგრამ ეს ქენი რა. სიფრთხეზე ხარ, კოორდინატებზეა საუბარი. აშკარად კოორდინატებიდან უნდა გეპოვა რა იქნებოდა პასუხი, ხო და ახლა შენ აქ გაჩერდე არივარკებს. დაფაზე დააგეგმილე და მოდი მე დააკვირდი, იქნებ კი გამოჩნდეს რამე. ახლა შეიძლება აქ არ ჩანს პირდაპირ რა მარტივ დასანახი, მაგრამ მიიყვანეთ მეგობრებოებს გავსება სამკუთხედების. პრინციპში უკვე აქ ჩანს მსგავსება, ნახეთ, ეს მარტი კუთხეა. აი ეს კუთხეები ტოლია, ხო, როგორც შესაბამისი კუთხეები. ეს კუთხე საერთო აქვს, ახლა თუ განვიხილავთ ჩვენ აქ მაგალითად ამ სამკუთხედს და დიდ მართკუთხა სამკუთხედს. რა იქნებოდა ერთმანეთის ტოლი, ნახეთ, ეს ხო x-ია. ხო, 0-დან x-მდე მანძილი. ეს ხო 4-ია. მთლიანად, ანუ x ისე შეეფარდება 4-ს, როგორც დააკვირდით, ეს ხო აქედან აქამდე y-ია რა. ეს ხო x-ია. ანუ როგორც y შეეფარდება x და მე ბოლო რჩება 2m
O-ას, ხო? ანუ ეს გვერდი მთლიანად ამ გვერდს ძალიან იგივე ასნახებს და წავშლი და ალბათ ვთებით ხო ჰიპოტენუზას. ახლა აქ რა ვიცით და თუ და ამას თუ აღნიშნავდით ჩვენ რაღაც 10, ხო? მოდი წითლად შემოვიტანოთ, რომ აღნიშვნა შემოგვაქვს. აი თუ m-ას დავარქვით 100, შეიძლება უფრო გამოჩენილიყო, რომ ეს 2 არის, ხო? აგერ აწერია. ეს გამოვიყენეთ ჭერსადმე და თუ გაჭედა ხომ დავიხდე რომ გამოსაყენებელია. მაშინ მოდი ჩავსვათ ახლა აქ. ანუ ფაქტობრივად x-ი შეფარდებული 4-თან, y-ი შეფარდებული 6-თან და აქ იქნება 2m, OM-ი, ანუ 2-ა შეფარდებული 100-თან. აი, მიგვეცება და მარტო აქედან რა მოვიდოდა, ანუ y მე-6 უდრის 2-ს და y უდრის 12-ს. პირველიდან და ბოლოდან გამოვიდოდა, რომ x მე-4 უდრის 2-ს და x უდრის 8-ს. აი, ასეთი ამბავი გვექნებოდა, მეგობრებო. ისეთი ყოველ შეფშლია რამე. x-ი 4-თან, y-ი 6-თან. რაღაცა ხარეს იმიტომ პასუხებში არის 8/13 მითითებული და რა გამოჩა, რას არ დაუკვირდი. თან ეს მე მეორნაირად უნდა აგიხსნათ ახლა. ეგ უბრალოდ უნდა მიიყვანოთ მსგავსებამდე. ახლა პირობა ხომ აქვს სწორად გაგებული OM მონაკვეთის სიგრძე OM-ი ორჯერ მეტია M-აზე. ეგ არის, ანუ M-ას დავარქვია, ეს იქნებოდა 2. აი მე რომ გავთხილებდით წინა ამოცანაში შეცდომას თუ შობენ ბავშვები თქო, იგივე შეცდომა მე დავუშვი ახლა აქ. 2-ა 100-თან კი არ უნდა შემოფარდებინა. რასთან უნდა შემოფარდებინა? 2-ა, ანუ ეს გვერდი შესაბამის გვერდთან არ უნდა შემოფარდებინა? იმედია თუ ამას უსმენდით, როცა ამ შეცდომას უშვებდით, შეყვირეთ. აი აქ 3 უნდა დავიწერა, ხო? შესაბამისი გვერდი მთლიანად ეგ არის 3-ა. ეგეთი ამბავია. და რა გამოვიდოდა ახლა პასუხი, ესე იგი აქ იქნებოდა 2/13 და შესაბამისად 6 რომ გამრავლდებოდა 2/13 აქ იქნებოდა 4 და აქ იქნებოდა 8/13. ახლა სწორია. მოდი შევხვდით, გამოჩა ყურადღებით უნდა ვიყოთ. ეგ არის ერთი გზა, ანუ რა იყო ამ გზის იდეა ახლა. მე როცა მე-11 თავზე გადავალთ და კოორდინატებზე იქნება ამოცანა, უფრო ხშირად ვექტორებით გაკეთებას შეეცდებით, მაგრამ აი ახლა ასეთ სიტუაციაში და საკმაოდ ხშირადაც ჭრის ეს, უნდა მივიყვანოთ მსგავს სამკუთხედებამდე საქმე უნდა გამოყოთ და აფიქსიროთ და მე უკვე კარგად მიდის ყველაფერი. ანუ რა იყო აქ მოღავი, რომ ეს პატარა სამკუთხედი შევკარეთ ჩვენ დაგეგმილებით და დიდი სამკუთხედი და რა თქმა უნდა ეს იქნებოდა მსგავსი სამკუთხედები და არის კიდეც ვაჩვენეთ. დავწერეთ მე კოორდინატებით გამოსახული გვერდების სიგრძეების შეფარდება და საქმე მივიყვანეთ ბოლომდე. მაგრამ ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ ეს ზოგადად უფრო ცნობილი ამოცანის, ცნობილი თეორიული მომენტის კერძო გამოვლინება, კერძოდ რა თეორიას გულისხმობთ ახლა აქ ჩვენ. მოდი მართალი ხაზი რომ ჩამოუსვათ. რა თეორიას რა ფორმულას გულისხმობთ, ესე იგი მოცემული თუ არის მეგობრებო მონაკვეთი და მისი ბოლოების კოორდინატები ვიცით, ამ წერტილის კოორდინატებია x1, y1, ამ წერტილის კოორდინატებია x2, y2 და მაინტერესებს ისეთი m წერტილის კოორდინატები, მოდი x0, y0 დავარქვევ ახლა ამას, x0, y0. მაინტერესებს რა ეს x0 და y0, ოღონ კიდევ აქ ამ პირობას, ოღონ მუნდი ვიცი რომ m წერტილი AB მონაკვეთს ყოფს, ცნობილი დათქმები არის ახლა ან m-თან შეფარდებით ასე,
AM-ი ისე შეეფარდება MB-ს, ალბათ თქვენ ასე უფრო მოგეწოდებათ, მაგრამ უნივერსიტეტში ისწავლით, რომ ესე იგი იპოვეთ M-წერტილის კოორდინატები, რომლითაც AM მონაკვეთი ლამდაჯერ მეტია, მეტი რაღაც ლამდა ქვია, სწორად ვამბობ, ლამდაჯერ მეტია MB-ზე. ანუ ან ასე დაწერდით, ან უბრალოდ დაწერდით, რომ AM-ი შეფარდებული MB-სთან არის ლამბდას ტოლი. ასეთ შეიძლება მოგვაწოდონ ეს ფორმულა. მაგრამ ფორმულა ჯერ არ მოგვიწოდები, არ დაგვიწერია, უბრალოდ კითხვა გამოვხატეთ, როგორ შეიძლება იყოს კოდი ამას ვერ მოვუბრუნდეთ, კითხვა გამოხმული, ესე იგი გვეკითხებიან M-წერტილის კოორდინატებს, რომელიც მოცემულ მონაკვეთს ისე ყოფს, რომ ერთი ნაწილი ლამდაჯერ აღემატება მეორე ნაწილს. რომ გვინდა მაგალითად აი როგორც ამ 23 ამოცანაშია M-წერტილი ისე უნდა გვიყო, რომ ორჯერ მეტი ყოფილიყო OM მონაკვეთის სიგრძე M-აზე. იგი განახლებთ ახლა ის როგორ კეთდება, როგორ შეგვიძლია ამის ფორმულა ვიპოვოთ. ვარ ვგეთქოთ დიდათ ამ ფორმულის დაზეპირება არ მიყვარდა, მაგრამ თუ არ ვცდები ასე არის, ესე იგი x0 უდრის, ანუ ეგ ხო არის რაღაცა მონაკვეთი, ხო, რაღაცა x-ი, ეგ გამოდის ლამდა x, ხო? ესე იგი ლამდა ჯერ მეტი ამაზე და ამიტომ ნახეთ, მოდი x-ი რადგან კოორდინატებშია, ეს თუ არის რაღაცა a, ეს არის ლამდა a. და გვეკითხებიან x0-ს და y0-ს და როგორც მახსოვს, დაგიმტკიცებთ ახლა ამ ფორმულას, მაგრამ ეს არის, ესე იგი x1 საიდანაც იწყება დაყოფა M-წერტილის x კოორდინატი, უნდა დაემატოს ლამდა ჯერ x-ს და შეეფარდოს 1 პლუს ლამდას. მერე y0-იც ითვლება ანალოგიურად y1 უნდა დაემატოს ლამდა ჯერ y2 შეფარდებული 1 პლუს ლამდასთან. ახლა ალბათ ხდებით, რომ ეს გზა ძალიან ეგ არის საშუალო სკოლის მოსწავლე როგორც უნდა ამოხსნას, თუმცა აი ეს ფორმულებიც არსებობს. უფრო ლამაზად ჟღერს ეს ფორმულა, თუ შენ იტყოდი, რომ აი მე მინდა ისეთი M-წერტილი მომზებნო, რომელიც მოცემულ მონაკვეთს M-თან შეფარდებით დაყოფს, ანუ AM-ი შეფარდებული MB-სთან, რომ იყოს M-N შეფარდების ტოლი, ხო? მაშინ აქ ფორმულა როგორ იქნებოდა, იცით? ამ x0 წერტილის კოორდინატი იქნებოდა, ესე იგი n-ი გამრავლდებოდა, m-ი გამრავლდებოდა x2-ს, აქ რო ჩასვათ, ახლა ნახეთ, x1 პლუს m-ი შეფარდებული n-ი, ანუ ფაქტობრივად m-ი შეფარდებული n-ი ლამდას როლს ასრულებს ახლა, ხო? და რომ ჩასვათ ახლა ლამბდას მაგალითად აი ამ ფორმულაში m-ი შეფარდებული n-თან. ასე 1 პლუს ლამბდა და y0 არის y1 პლუს ლამბდას მაგალითად ხო, m-ი შეფარდებული n-თან y2-თან. ახლა აი რასაც ვაკეთებ, ეს კლასგანიშნული მომენტია. აი, ეგ არის ძირითადი მეთოდი, თქვენს უნდა გააკეთოთ, მაგრამ ვისაც სურვილი ექნება, რამდენჯერმე 1-2 წელი დავტესტე, აღნიშნული ფორმულა შევიტანე სასწავლო კურსში, საკმაოდ გონიერი მოსწავლეებიც იყვნენ, საბოლოოდ მაღალი შედეგების დააფიქსირეს, მაგრამ აი ეს ფორმულა არადა არ ისწავლეს რა, არ უბოწონდათ, ან ვექტორით აკეთებდნენ, მაგას მე ნახავთ, ან და ასე ყოფდათ გამოყოფდნენ მსგავს სამკუთხედებს და წერდნენ. ამოცანას ეკეთებდნენ. ხო და აი ახლა აქ რომ გაერთმშველია, რომ n-ზე რომ გაავრავოთ, ხო იქნება n ჯერ x1 პლუს m ჯერ x2 შეფარდებული n-თან და აქ დამავიწყდა ლამბდას მაგალითად ხო უნდა დამეწერა აქაც და აქაც m-ი შეფარდებული n-თან. m-ი შეფარდებული n-თან, m-ი შეფარდებული n-თან და ქვემოთაც ხო გაერთმშველიანდებოდა და იქნებოდა n plus m-ი, ეგ მრიცხველის n-ი უნდა ხო, რომ გავაერთმშველიანი და ქვემოთ იქნებოდა n plus m-ი და აქაც მრიცხველის n-ი. ახლა და n-ები შეეკვეცებოდა და რჩებოდა, ანუ x0 უდრის n ჯერ
x1 პლუს m ჯერ x2 შეფარდებული n პლუს m-თან და y0-იც ანალოგიურად რა. ლამაზი ფორმულაა, სხვათა შორის დაახლოებით ეს ფორმულა არ არის ახლა სავალდებულო რომ ვიცოდეთ, მაგრამ მსგავს რაღაცას ტრაპეციასთან მიმართებით უკვე იმას დაზეპირება მოგვიწევს. ხშირად ხდება რა. კარგი, მოდი ახლა ჩვენ ეს პირველი ფორმა დავამტკიცოთ ამის რატომ ხდება ასე და გავაგზავნოთ მერე მუშაობა ამოვწუროთ ამ კატეგორიის ამოცანები. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა არის ამოცანა? ვიცით მონაკვეთის ბოლოები, a წერტილის და b წერტილის კოორდინატები და გვეკითხებიან იმ წერტილის კოორდინატებს, რომელიც ამ მონაკვეთს გაყოფს ისე, რომ ერთი ნაწილი აწვეროს მხრიდან ნაწილი ლამბდაჯერ მეტი იყოს მეორე ნაწილზე. ანუ მეორე ნაწილი თუ იქნებოდა a, პირველი ყოფილიყო ლამბდა a. მოდი ახლა მეგობრებო შევხვდით, იცით? პრინციპში ის მოხდება, რაც ეწერა. მოდი გადმოვხატოთ ახლა ეს ნახატი და დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში დავაგეგმილოთ რა. ნუ წარმოვიდგინოთ, ასე არის ეს მონაკვეთი, ასე. a წერტილის კოორდინატები რა არის? ეს ხო არის x1, y1, ეგ ვიცით. ნუ m წერტილის კოორდინატები შესაბამისად გეგმდებოდა სადღაც ამ გეშორის x0, y0. ეს a წერტილი, ეს b წერტილი, ეს m წერტილი და ნუ b წერტილის კოორდინატებია y2 და აქ არის x2. შევკრათ, როგორც აი აქ გავაკეთეთ, ისე აქაც შევკრათ, ასე მართკუთხა სამკუთხედები, ეს მართკუთხია. ხო, აქაც მსგავსება აშკარაა. დაგვიდით ახლა როგორ ჩავწერთ მსგავსებას. აი ეს გვერდი ხო არის x0 მინუს x1. ისე შეეფარდება მთელ გვერდს. ხო? დაგვიდით, ეს გვერდი იგივე ხო ქვედა გვერდია. და ანუ აი ამ პატარა სამკუთხედში x0 მინუს x1 ისე შეეფარდება დიდ სამკუთხედში. აი ამ გვერდს და ეგ არის x2 მინუს x1, ხო? დიდ კოორდინატს აქდება ყოველ ჯერზე პატარა კოორდინატი. ისე შეეფარდება, ანუ ეს გვერდები არის ეს ამას როგორც აი დააკვირდით ახლა y-ები, აი ეს ამას, ხო? ანუ ეს რა გვერდია, ეს გვერდია ხო იგივე. ესე იგი y0-ს გამოკლებული y1 შეეფარდება y2-ს გამოკლებული y1 ამასთან იქნებოდა, ხო? შეფარდება და ეს ტოლი არის AM-ი შეფარდებული, აი ეს გვერდი შეფარდებული მთლიანად AB-სთან, არა? AB-სთან. მაგრამ AM-ი ხო არის იგივე, მოდი წავშალოს. AM-ი ხო არის აგერ ლამბდა A. ჯერ დიდი მქონდა ხო ეს ლამბდა A, თუ ამ პატარას 10 აღნიშნავდი, ეს ლამბდა A იქნებოდა. მოდი ამას თუ დავაძერ A-ს, ეს იქნება ლამბდა A. და უნდა შევაფარდო რასთან? მთლიანად AB-სთან და მთლიანად AB არის ლამბდა A-ს პლუს A. მოდი ახლა ამაზე უნდა დავაკვირდით, ხო? აქ ჩვენ ორჯერ უნდა განვიხილოთ ცალკე y-ებისთვის, ცალკე x-ებისთვის. აი რა გამოვა? აქ ხო ცხადია, რომ A გავიდოდა მჩხილებს გარეთ შეიკვეცებოდა და ანუ მივიღებდით ასეთი y0 მინუს y1. ვამტკიცებთ ამას, ხო, ასე ჩვენ. შეფარდებული y2 მინუს y1-თან, ეს არის ლამბდა შეფარდებული ლამბდა პლუს 1-თან. გავნოთ ახლა ჯვარედინად. აბა მე y0 მინდა რომ ვიპოვო, ამიტომ y0-ს პირდაპირ ასე გავამრავლებ ლამბდას პლუს 1-ზე, იმიტომ რომ y0 მე მაინც გამოსაყოფი მექნებოდა ცალკე და ეგ იყოს ახლა. გამოკლებული
y ერთჯერ ლამბდა პლუს 1, აი ასე, y1 გამოვიდა ლამბდა პლუს 1 მთლიანად. ეგ კი შეგვიძლია პრინციპში გავხსნათ ახლა ეს ჭრილი, ანუ y1 გამრავლებული ლამბდაზე, იმიტომ მე x0 y0 მინდა ცალკე და აღარ გავხსნი. და y1 გამრავლებული 1-ზე, ეგ უდრის და აქეთ მეორე ჯვარედინათაც, ხო? მარცხენას ქვედა, მარჯვენა ზედაზე. y2 გამრავლებული ლამბდაზე მინუს y1 გამრავლებული ლამბდაზე. თუ დავაკვირდებით ახლა აქ ესენი გვეცენეთვანეს, აი ეგ და აბათილებენ უფრო სწორად და რა გვჩება ასე ვაგრძელებთ, ხო? y0-ჯერ ლამბდას პლუს 1 უდრის, y1 იქით რო გადავიდოდა შეკრებით, ანუ y1 დამატებული ლამბდაჯერ y2 და თუ დააკვირდებით ახლა აქედან y0 რა გამოდის? y0 გამოდის, ამას თუ გადავიტანდით აქეთ გაყოფით, y1 დამატებული ლამბდა y2 შეფარდებული ლამბდას დამატებული 1. ასეთი ამბავია და დავამტკიცოთ ხო აგერ იგივე მივიღეთ. აი თუ მოვარგებდით ახლა ჩვენს ამოცანას, ნუ რა გამოვიდოდა ნახეთ. რომ გადმოვწეროთ ახლა აქ. ესე იგი რა ვიცოდით ჩვენ? რომ გადმოვიტანოთ. ჩვენ ვიცოდით რომ რაღაცა იყო წერტილი 0-0 კოორდინატებით, ხო? აი აგერ მეორე წერტილი იყო a წერტილი, ის იყო წერტილი 4-6 კოორდინატებით და აქ ქონდა ჩვენ აღებული m წერტილი x და y კოორდინატებით მას ვეძებდით ჩვენ, ანუ აქ რაც გვაქვს x0 y0, თუ გინდა აქაც დავაწეროთ. x0 y0 და რას უდრის ახლა y0 რა მივიღეთ ჩვენ? მივიღეთ y1, ანუ 0-ს დამატებული. აი აქ არის აგერ ბოლოში, ხო? ლამბდაჯერ და ლამბდას როლში გვაქვს ეს ორჯერ დიდი უნდა იყოს ამ გვერდზე, ხო? ანუ ორჯერ y2, y2 ანუ 6 ჩვენ შემთხვევაში შეფარდებული ლამბდას პლუს 1, აი ყოველთვის ასე იქნება, ანუ 2 პლუს 1. რა გამოდის ეს 4 არ გამოდის? ანალოგიურად დათვლიდით x0-ს. ანუ აქაც x1, ანუ 0-ს დამატებული ლამბდაჯერ, ანუ ორჯერ x2, ანუ x2 და გვაქვს, x2 4 გვაქვს, ხო? შეფარდებული ისე 2 პლუს 1. და გამოდის 8-13. ეს ზუსტად იგივე მივიღეთ. ხო, ამის ახლა რამდენად მოგვეწონა, ანუ თავი ვალდებულად ჩავთვალე, მაინც გვესაუბრა ამ საკითხზე. ჩვენ გვექნება რამდენიმე კლას გარეშე საკითხი განხილული, ნუ რიგ შემთხვევაში, ერთ-ორ შემთხვევაში ძალიან მაგარი საშუალებაა და ჯობს რაღაცა კლასიკურ ხერხებს, ჯობს ისე ხმაღვანად თქვა, მაგრამ ძალიან ლამაზი ამოხსნები იქნება და ახლა მთელ რიგ შემთხვევებში ესე იგი ფორმულის და რაღაც თითქოს პირდაპირ გამზადებული შაბლონის გამოყენება პირიქით გონია რომ აფუჭებს საქმეს. აი თუნდაც აქ, აი ამ ფორმულის გამოყენებას ჯობს ადგენდა ასეთი მსგავსი ლამაზი სამკუთხედები დახატვით და ისე გახვიდეთ ფონს. კარგი, 24. რა ხდება 24-ში? ურთიერთ გადამკვეთი ორი ქორდიდან გადაკვეთის წერტილით ერთი იყოფა 1-3-თან შეფარდებით, მეორე 2-24-ის ტოლ ნაწილებად. ანუ გამოდის ახლა რომ ავტორმა აქ გადაწყვიტა მსგავსების კიდევ ერთი ახალი ფრონტი გაეხსნა, ანუ მე როგორ ვუყურებ ახლა ამ საბაზო ეტაპზე მსგავსების ცოდნას. ჩვენ როდესაც მსგავსებაზე ვსაუბრობთ, ხო? მსგავსება მას აქვს იდეაში სამი გამოვლენა. ამ საბაზო ეტაპზე. ეს არის მსგავსება ტრაპეციაში
და დაგჭირდა ჩვენ პროვის დიაგონალები გადაკვეთის წერტილით ფუძეების პროპორციულად იყოფოდნენ. მოგჭირდა და მეორე გამოვლინება მსგავსება წრეწირში სამი ძირითადი ფორმულაა და ნახავთ ახლა ჯერ მარტო ერთი ავხსნათ მსგავსება წრეწირში და მესამე არის მსგავსება, ალბათ ეს ყველაზე პოპულარული მართკუთხა სამკუთხედში. ნახავთ მე ამას უფრო ინტენსიურად მეშვიდე თავში. მართკუთხა სამკუთხედში. ახლა რაც შეეხება ჩვენს მსგავსება ტრაპეციაში მივუბრუნდებით კიდევ ერთხელ, მაგრამ ორი ძირითადი ფაქტი ვთქვით, რომ ეს არის დიაგონალებით ფუძეებთან მიღებული სამკუთხედები ნებისმიერ ტრაპეციაში მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის მსგავსი ეს სამკუთხედები და რომ დიაგონალები გადაკვეთის წერტილით პროპორციულად იყოფიან და ეს ფუძეების პროპორციულად იყოფიან. ანუ როგორც არ შეეფარდება ფერს, ისე შეეფარდება დიაგონალის ერთი ნაწილი მეორე ნაწილს. რაც შეეხება მსგავსება წრეწირში, აქ არის სამი ძალიან მაგარი დამოკიდებულება. ერთი, ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისება და ვიტყვით მალე. მეორე არის მეგობრებო, როდესაც თქვენ გაქვთ მხები და კვეთი რა დამოკიდებულება ამ მონაკვეთის სიგრძეებს შორის და მეორეა და მესამეა მეგობრებო, როდესაც ორი მკვეთი გაქვთ გავლებული, იმაზე ვისაუბროთ. რა დამოკიდებულება გადაკვეთით მიღებულ ნაწილებს შორის. ხელი დამოკიდებულებებია ეს, კარგად გამოსცილი, კარგად დაღეჭილი და უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება მსგავსებას მართკუთხა სამკუთხედში, აქ იგულისხმება თქვენ რომ ადგეთ და ჰიპოტენუზაზე დავუშვათ სიმაღლე, რა მოხდება და აქ მიიღება ორი პატარა და ერთი დიდი მართკუთხა სამკუთხედია, ხო და სამივე ერთმანეთს მსგავსია და ესეთი სერიოზული დამოკიდებულებები გამოდის. ახლა მოდი ჯერჯერობით წრეწირზე გავჩერდეთ და მოდი იმ სამი ძირითადი თვისებიდან რაც შეგვხვდება წრეწირში, მოდი ერთ-ერთი ავწეროთ, თქვათ და დავასაბუთოთ. ეს არის ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისება, აი წრეწირში როგორათაც არ უნდა იყოს ქორდები გადაკვეთი, როგორათაც. გინდა ერთი დიამეტრი იყოს, გინდა არც ერთი არ იყოს დიამეტრი, ახლა ჩემთან აქ არც ერთი არ გავს ხო დიამეტრს. ნუ მოდი დავაწეროთ ამას AB ქორდა, ამას CD ქორდა და შესაბამისად რა ვიცით ახლა ჩვენ აქ. აი გვაინტერესებს რა დამოკიდებულებაა ამ გადაკვეთით მიღებულ ნაწილებს შორის. მოდი დავაკვირდეთ ახლა ერთგარემოებას. რომ ავდგე ახლა მე აქ და გავალო ფაზები. მოდი ალბათ წამი ხასი აი. ასე შევაერთე. სულ ერთია C-ს B-სთან შეერთებით თუ ანუ ოღონდ თუ შევაერთე ახლა მე C-ასთან, მაშინ მისი მოპირდაპირე სამკუთხედი მჭირდება, ანუ ეს ასთან უნდა შევაერთე. ცხადია ეს სამკუთხედები მსგავსია. და რატო? იმიტომ რომ შესაბამისი კუთხეები ტოლია, ნახეთ, აი ეს კუთხე იგივე რკალს ხო ეტყობა, ამ რკალს ეტყობა, ხო? რასაც B კუთხე. მართალია. შესაბამისად ერთმანეთის ტოლი არ არიან? კი, არის. ანალოგიურად ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი არ არის? კი, იმიტომ რომ ორივე აი ამ რკალს ეხება. და შესაბამისად მისი ნახევრის ტოლია. ასე დააკვირდით. მაშინ მესამე კუთხეც ცხადია ტოლი ექნებოდა. ამას რომ დავაწეროთ ახლა ჩვენ აი აგვერდი ამას B. ამას რომ დავაწეროთ X და ამას Y. შეხედეთ? აი ამ მარცხენა სამკუთხედში, ნუ სამკუთხედი ACO მსგავსია სამკუთხედი DBOC, თუ დააკვირდებით ეს ვიცავ თანმიმდევრობას და AO აი ეს AO ისე შეეფარდება DO-ს, როგორც აი CO შეეფარდება BO-ს, ხო? გავყვეთ ესე იგი ერთ რკალია ეს მოპირდაპირე, ისე შეფარდება აქ ერთ რკალია ეს მოპირდაპირე Y-ს,
არ მეშლება. არ გვეშლება. როგორც ორკალიანის მოპირდაპირე x-ი შეეფარდება ორკალიანის მოპირდაპირე b-ს. და ნახეთ ახლა ჯვარედინად რო გადაამრავოთ, ხო გამოდის a ჯერ b არის x ჯერ y. რა გამოვიდა ხო? გამოვიდა რომ აი ქორდები გადაკვეთის შედეგად რა ნაწილებათაც იყოფიან, ერთი ქორდის ნაწილების ნამრავლი ტოლია მეორე ქორდის ნაწილების ნამრავლის. ძალიან საინტერესო ესეთი სიტუაცია გამოდის, ხო? ახლა რა ვიცოდით 24 ამოცანაში. აი, აგერ რომ ნახოთ 24 ნომერი. აქ გავლებული არის, აღებულია წრეწირი, მაშინ გავლებულია ორი ქორდა. ერთი იყოფა 1-3-თან შეფარდებით, აი პირობითად ვთქვათ, ესაა x-ი, ესაა 3x-ი. მეორე კი 2-ის და 24-ის თол ნაწილებად, ანუ ესაა 2 და ეს არის 24. იპოვეთ პირველი ქორდის სიგრძე და მორჩა დამთავრდა, ანუ რა გამოდის? x ჯერ 3x-ი უდრის 2 ჯერ 24-ს. x კვადრატი უდრის 16-ს, x1 უდრის -4-ს, x2 უდრის 4-ს. აბა, ხო, გადავამოწმოთ არა, ნაწილები იპოვებოდა, ანუ რა გამოგვივიდა ახლა, ხო, -4 ფიზიკურად ვერ იქნებოდა გვერდის სიგრძე და უნდა ყოფილიყო 4, ანუ 4 და 12 უნდა გამოვსვოდა. აქ გონი ასეთი პასუხი 24-ში 16. მთლიანად ქორდა იპოვეო? აჰა. მთლიანად ქორდის სიგრძე უნდა გვეპოვა, შესაბამისად გამოვიდოდა 4-ის და 12-ის ჯამი, ანუ 16. ჩავავსრულოთ. როგორც ისეთი ვრცელი ნახაზი ჩანს, მაგრამ გონი ნახაზი ბევრ რამეს იტყოდა, ხო აქ? რა უნდოდა 25-ში, ესე იგი, რა ვიცით აქ ჩვენ ამოცანაში? წრფის სხვადასხვა მხარესაა აღებული ორი a და b წერტილი, a, b, კი ბატონო, რომლებიც არიან დაშორებული 15-ით და 5-ით წრფიდან. ანუ გამოდის, რომ ეს არის 15, არითაც არის დაშორებული და ეს არის 5. AB მონაკვეთი აღებულია m წერტილი, ისე რომ AM b-სთან არის 3/7. ანუ იდეაში ეს 3x-ი იყო და აი აქედან აქამდე გამოდიოდა 7x. იპოვეთ მანძილი m წერტილიდან AB წრფემდე. ხო? აი, კი ბატონო, ამას კითხულობენ, დავაწეროთ ახლა ამას აქ. მოდი დავაწეროთ a და ჩვენ გვაინტერესებს ეს მანძილი. ასე. ანუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა აქ? ჩვენ ეს დაგვჭირდა მსგავსი მანერა წინა თავში და თუ ადგებით და შეავსებთ ასე ამას მართკუთხა სამკუთხედამდე, ეს ხო 5 იქნებოდა და ესეც 5. კი? მაშინ დააკვირდით, მეგობრებო, აქ ხო რამდენიმე სამკუთხედია ახლა, მაგრამ ეს სამკუთხედი, აი ეს სამკუთხედი, აი აქ მსგავსია ეგ სამკუთხედი დიდი სამკუთხედი. შესაბამისად, გვერდების შეფარდება. ნახეთ, აი მთლიანად ეს გვერდი, რომ შეაფარდო ამასთან, მოდი დასვიზა ვიცით? ამას გარედან ავიღე. ეს რომ ასე 7x-ია. ხო, 3/7-თან შეფარდება რომ გამოდის. თან ძალიან მკრთალია ეს ფერი და არ უხდება ასე 7x. ცოტა ჩანს. და ეს ასე ხო არის შეერთებული და ესე იგი, დავაკვირდეთ ახლა. სამკუთხედი
აგერა სამკუთხედი B ამას ვოდი K დავაწეროთ, ამას T დავაწეროთ, აი აქ ხო? B A M მსგავსია სამკუთხედი B T 100, ხო? აი ეს სამკუთხედი დიდის მსგავსი. მაშინ აი ჰიპოტენუზა 7x ისე შეეფარდება დიდი სამკუთხედის ჰიპოტენუზას და ეს 10x არ გამოდის 7x დამატებული 3x. Olია, აი ეს გვერდი ახლა, ანუ a + 5 შეფარდებული თლიანად აი ამ გვერდთან, ხო? ასე და ეს არის 15 + 5. აქ x-ები გვეცება 10 გამრავლდებოდა, ანდა ეგ ხო 20-ია იგივე. ესე შეიკვეცება და აქ დარჩებოდა 2. ანუ 2 × 7 14 უდრის a + 5 და a გამოგვივიდა 9. 25-ში კი 9 არის პასუხი, სწორად მივიღეთ. იმედია გაიაზრეთ ეს თუ არა ერთ-ერთ გაკვეთილზე მე გავიგე. კარგი, ისე თვით. რა შეეხება ახლა 26-ე ამოცანას, ესე იგი წრეწირის წერტილიდან მის დიამეტრზე დაშვებულია მართობა. მივიღოთ ერთი წუთი, ჩავართოთ ახლა ჩვენ აქ. ეს არის 26-ე. ავიღოთ წრეწირი. მის დიამეტრზე დაშვებულია მართობა. გავავლოთ დიამეტრი. ასე. ავიღოთ წერტილი, რაიმე, რა თქვა, m წერტილი და დავუშვათ მართობი. დაშვებულია მართობი, რომელიც დიამეტრს ყოფს 4-9 ტონ ნაწილებათო და ახლა ეგ თლათ 4-9-ს არ გავს არა თქვა ეს 4-ია და ეს 9 არის მთლიანად აქეთ. იპოვეთ მართობის სიგრძე. აი ჩვენ ვთხოვენ ამ მართობის სიგრძის პოვებას. ახლა აქ ბევრი რაღაცა თქვენ რომ უკვე გქონდეთ მართობა სამკუთხედის თვისება ნასწავლი, ეგ ხო დიამეტრი იყო აი აქ და დიამეტრის ზე დაყრდნობილი კუთხე მართია და ძალიან კარგად გამოაზრდით გათვლით აქ არის დასაკეთებელი. მაგრამ ახლა მსგავსი რაღაცა არ ვიცით. თუ რა ვქნათ და გვევი უნდა მოწვათ, აი მიხვდეთ რომ აი ას თუ გააგრძელებდით. აქ უკვე ხომ იღებდით ქორდების თვისების გამოყენების შესაძლებლობას, ანუ ქორდის ნაწილები, ესე იგი რაღაც ამას დავარქვათ a და ამას n-ი m k გამრავლებული k n-ზე, ხო? ტოლი იქნებოდა 4 გამრავლებული ეგ არის 9, ეგ არის 4 აქ, არა? მაგრამ რომ ჩამოვაგრძელეთ ოქროები, ეს 9 და 4 ერთად დიამეტრი არ არის და დიამეტრი თუ არის მართობული ქორდის და იყო, ხო გამოდის რომ ეს ქორდები ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, ანუ ეს ქვედაც იქნებოდა x. ესე იგი 4 × 9 ტოლი გამოდის x კვადრატის და x გამოდის 6-ის ტოლი. ანუ და მართობის სიგრძე იქნებოდა მეგობრებო 6. ეს მსგავსების გამოლინდება წრეწირში ძალიან მაგარი თემაა. თუ თან ქორდაზე ასე რაღაცნაირად მოულოდნელი დავასაბუთეთ ვაჩვენეთ, მაგრამ რაღაც მაინც რაღაცნაირად მოულოდნელია, რომ ურთიერთგადამკვეთი ქორდის ნაწილები რომ გაამრავ ერთმანეთზე, ტოლს იღებ რა. მოცემული წერტილიდან წერტილისადმი გავლებულია 20 სანტიმეტრის სიგრძის მხრები და მკვეთი. ხო, აი ახლა აქ ითხოვენ უკვე მეორე თვისებას, ეგ წავშალოთ. წერტილთან დაკავშირებულს და ეს არის მეგობრებო
როდესაც ხები გვაქვს, აქვს კვეთი და უცებ დაგჭირდა რა, გამოიყენო სიტუაციურად. თქვათ ეს არის აი ამ მონაკვეთების სიგრძის დათვლა დაგჭირდა. MA, MB, MC. და რა თვისება აქვს ახლა ნახეთ, როდესაც წერტილის გარეთ მდებარე წერტილიდან გავლებულია ხებიდან კვეთი, ხების შეხების მონაკვეთის კვადრატი ტოლია, იგივე წერტილიდან გავლებული კვეთის გარე ნაწილი, ანუ MB გამრავლებული მთლიანად კვეთზე, ანუ MC-ზე. თუმცა ახლა მე შეგვიძლია გავაკეთოთ. აი აქ ახლა საერთოდ მსგავსება აშუაშია, ჩანს, არ ჩანს, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ და აი დააკვირდით ახლა როგორ რას მოვიმოქმედებთ. შეხედეთ მეგობრებო, ახლა ჩვენ რომ შევაერთოთ რა წერტილთან B-ს და C-ს, რა მოხდება? აი რომ დავაკვირდეთ ახლა ჩვენ ასე და მოდი ეგეც რომ შევაერთოთ. ეს კუთხე C კუთხე ხომ არის, აი კუთხე C არის აბერკალის ნახევარი, არა? ხო? ნუ ხო აბერკალს. მაგრამ დააკვირდით აი ეს კუთხეც. კუთხე ხებსა და ქორდას შორის. ანუ კუთხე MAB. ესეც არის აბერკალის ნახევარი და რატო? იმიტომ რომ ეს კუთხე ხებსა და ქორდას შორის, მათ შორის მოქცეული რკალის ნახევრის ტოლია. აი ახლა შეხედეთ ეს ხო საერთო კუთხეა პატარა სამკუთხედი. მოდი ასე ვქნათ ჩვენ ახლა. ცოტა შევაფერადოთ, იყოს ისე ეს ფერი. აი X სამკუთხედი. X სამკუთხედი და დიდი სამკუთხედი. დააკვირდით შეხედეთ რას გავაკეთებ ახლა უფრო თქვენთვის აღქმადი რომ იყოს პროცესი. მე ასვიზა ვიცი? აი აქ ჩავხატავ კიდე ხელახლა. მოდი წითლად დავხატავ. ასე. წითელს ავიღებ, მაგრამ აქ ერთი ხელის მოსვლით ვერ ვაკეთებ. ხო ტეხილის თვისება სისტემას არ აქვს. ნახეთ უფრები, ხო სიმუქრეს. ეს ასე ვახოთ. ხელთვის და არავის ხელს. ასე. ასე და ეს. დაგვიდით ამ სამკუთხედს X სამკუთხედი და აი ეს რაც მაქვს გამუქებული ახლა მე აქ იასამის ფერად, ხო? აი რაც გავიტანი ახლა ეს ხო ორხაზიანი კუთხეა, ეგ M-წეროა, ასე გავიტანე, ეს A-წეროა, ეს C-წეროა და ეს ერთხაზიანი კუთხეა. და დააკვირდით, აქ აგერ ერთხაზიანი კუთხე მაქვს და აქ აგერ ორხაზიანი კუთხე. ანუ არ გამოვიდა, მეგობრებო, რომ ეს ორი სამკუთხედი მსგავსია, ორი კუთხე ტოლი აქვს, ნუ მესამე კუთხეც ტოლი იქნებოდა. შესაბამისად, რომ დავწეროთ ახლა ჩვენ მსგავსება, ნახეთ,
აი პატარა სამკუთხედში ერთ ხაზი ერთკალიანის მოპირდაპირე MB. რომ შევაფარდოთ დიდ სამკუთხედში ერთკალიანის მოპირდაპირე AM-თან. AM-თან. თოლი იქნება პატარა სამკუთხედში ორხაზიანი არ გინდა ორკალიანი. აი ამაზე ვლაპარაკობთ. ურკალოს აი ესა ურკალო რომ მოპირდაპირე აქ AM-ი შეფარდებული დიდ სამკუთხედში ურკალოს მოპირდაპირე ხო არის MC. MC-სთან. მაშინ აქ პროპორცია რომ გავაკეთოთ რა გამოვა? MB გამრავლებული MC-ზე თოლი იქნება AM-ი გამრავლებული M-აზე, ხო? ასე. AM-ი M-აზე, ну, AM-ის კვადრატი. იგივე M-ას კვადრატი. არ გამოვიდა ისე დამტკიცებაც გვინდოდა აი აქ ასე. კი, გამოვიდა. დავასაბუთეთ მეგობრებო. და შესაბამისად ეს იყო გამოსაყენებელი 27 ამოცანაშიც. აი აქ. ვიცოდით რომ ესე იგი გარეთ არსებული წერტილიდან გავლებული იყო 20 სანტიმეტრის მქონე მხებიდან მკვეთი, რომლის გარე ნაწილი იყო 16. ანუ აქ ქონდა წრეწირი, გარეთ არსებული წერტილიდან გავლებული იყო მხები და მკვეთი. ვიცოდით რომ მხების სიგრძე იყო 20, აი აქედან აქამდე, მკვეთის გარე ნაწილი იყო 16 და რას უდრიდა მკვეთის შიგა ნაწილი, ანუ გთხოვდნენ ამ x-ის პოვნას და ნუ ფორმულა რა არის? ხების კვადრატი უდრის მკვეთის გარე ნაწილი გამრავლებული მთლიანად მკვეთის სიგრძეზე, ანუ 16 პლუს x-ი. შესაბამისად ეს იქნებოდა 400, აქ იქნებოდა 16 256 პლუს 16x, პრინციპში აქ შეკვეცაც შეიძლებოდა. ანუ 16x უდრის 144 და x იქნებოდა 9. ანუ მთლიანად ამ მკვეთის სიგრძე რა იქნებოდა? თუ ამ მკვეთის შიგა ნაწილი, ნუ იქნებოდა კი, პოვეთ და 9. ბოლო, ანუ მეგითხარით რომ მსგავსება წრეწირში ვლინდება სამი ფორმულით. ორი ფორმულა გითხარით, ხო? ერთი აი ეს, ერთი ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისება წრეწირში და მესამე რა არის ახლა მეგობრებო, რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და ავიღოთ ის წრე და გავავლოთ ორი ურთიერთგადამკვეთი ქორდა, ერთი ქორდა, მეორე ქორდა ასე. რა თვისება მეორე მკვეთი ბოდიში? ნუ რა თვისება აქვს? ამას უნდა დავაწეროთ რაღაცა A, B, ამას C, D. მკვეთის ორი მკვეთი ხო გავლებული და ერთი მკვეთის გარე ნაწილი გამრავლებული მთლიანად მკვეთის სიგრძეზე, ანუ M-ა MB-ზე თოლია მეორე მკვეთის გარე ნაწილი გამრავლებული მეორე მკვეთის მთლიან სიგრძეზე. MD-ზე. თუ ამას ძალიან მარტივად დაამტკიცებთ, თუ M წერტილიდან გაავლევდით რაიმე მხებს, აი მოდი გავავლოთ მხები, აი დაწერდით წინა ფორმულას, აი ამ მხებისთვის და მკვეთისთვის, რაღაცა ტერო დავარქვათ, MT კვადრატი ხო იქნებოდა M-A-ჯერ MB. მე დაწერდით ამ მკვეთისთვის და უბრალოდ MT მხების ასე აი ხო წავშალოთ MT მხებისთვის და MCMD მკვეთისთვის აქ გამოვიდოდა MT კვადრატი ისევ ტოლი იქნებოდა
MC გამრავლებული MT-ზე და შესაბამისად MT კვადრატის ტოლი თუ არის SS და SS, ისინი ერთმანეთის ტოლია და მივიღებდით ამ დამოკიდებულებას. ახლა რა სიტყვავს 28 ამოცანა? ესე იგი, მოცემული წერტილიდან გავლებული კვეთი და 30. არ ეს ფორმულა არ მოუთხოვია? ბოდიში, ეს ფორმულა არ მოუთხოვია. აქაც მხებიდან კვეთი იყო გავლებული. კარგი. მაშინ ასე იყოს. თუმცა ჩვენ ვაჩვენეთ მესამე ფორმულაც. მივიღებთ აგერ ეს ნახაზი. ვართ 28 ამოცანაზე. 30 სანტიმეტრის სიგრძის მხები იყო, ანუ MT იყო. ხები. ესე იგი, იპოვეთ კვეთის სიგრძე თუ მისი გარე ნაწილი ისე შეფარდება შიგა ნაწილის როგორც 2-3, ანუ ეს იყო 2x, შიგა ნაწილი 3x. შესაბამისად ფორმულა რა იქნებოდა? 30-ის კვადრატი, ანუ ხების კვადრატი ტოლია კვეთის გარე ნაწილი გამრავლებული მთლიანად კვეთზე, ხო? ანუ 5x-ზე. შესაბამისად ასე იქ იყო 900, აქ არის 10x კვადრატი, ეს იკვეცება და x კვადრატი გამოდის 90 და შესაბამისად რომ ამოფესოთ გამოვიდოდა x-ი, გამოვიდოდა 3/10. აი ასეა რა, 9 ჯერ 10-ია და ნუ ნაწილობრივი ავაფესვით. და მთლიანად კვეთის სიგრძეს გთხოვენ, არა? MD-ს ითხოვენ და ნუ MD ხო 5x-ია, ანუ ეგ იქნებოდა 5 ჯერ 3/10, ანუ 15/10. ასეთი ამბავი იქნებოდა. დავამთავრეთ ჩვენ A კატეგორიის ამოცანები. და მანე დაგიბრუნდებით B კატეგორიის ამოცანების განხილვით. აბა დროებით.